მოგესალმებით ყველას, მე ვარ გიორგი გელაშვილი, გელაშვილი პერფორმანსი და თქვენ უყურებთ ჩემს არხს. საკმაოდ დიდი პაუზის მერე გადავწყვიტე რომ მოკლე ვიდეო ჩავწერო ესეთი ძალიან მარტივი და ზედაპირული მიმოხილვით, პატარ-პატარა ისტორიებით და ყოველგვარი კომპიუტერული მონტაჟის გარეშე პირდაპირ ტელეფონზევე ჩავწერო, ტელეფონზევე რასაც მოვახერხებ დავამონტაჟო. ეს ვიდეო ალბათ იქნება ერთი 5 წუთიანი, ასე მგონია და შევეცდები გავცეთ რამოდენიმე თქვენს ხშირად დასმულ შეკითხვას პასუხი და მოკლედ მოთავსით მყუდროთ, მოიმარჯვეთ სასუსნაოები და წავედით. რა ხდება ჩემს თავს, სად დავიკარგე, ხომ მშვიდობა მაქვს, ხო ყველაფერი კარგად არის, ვიდეოებს რატომ არ ტვირთავ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლო ვიდეო დავდე მე მგონი 1 წლის წინ, ან ცოტა უფრო მეტი ხნის წინ. არა 1 წლის წინ, მეტი. მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა და ამას ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში ის, რომ პირველ რიგში ძალიან ბევრი რაღაცა მიყვა ერთმანეთს ესე რიგრიგობით რა, რამაც გაართულა ზოგადად ეს ვიდეოს გადაღება მონტაჟის პროცესი. საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი. პრინციპში დავიწყებ იმითი, რომ დღეს არის, როდესაც ამ ვიდეოს ვიწერთ, დღეს არის 12 ივლისი 2025 წელი. დღეს არის ჩემი დაბადების დღე და საერთოდ არ აღნიშნავ, ახლა მივდივარ პოსტაში, ამანათი უნდა დავტოვო და წავალთ მას შევიჭრი, რომ რაღაც ცოტა ადამიანს დავემსგავსო. ამასობაში ჭაღარად შევამემატა, წვერში თუ თმაში, კი, აშკარად. ესე კულისებს მიღმა ყოფნაში წონაც კარგად მოვიმატე, იმიტომ რომ არ მივარჯიშია საერთოდ, რა ვიცი, მე მგონი 2 წელია და ძალიან დამეთყო ფორმაზე, ზომაზე და ყველაფერზე. ეთოქში რაც შეეხება რა ხდება ჩემს თავს, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, დავიწყებ იმითი, რომ 2 წლის წინ დედაჩემი გარდაიცვალა და ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე მორალურად. და ნამდვილად არ მქონდა არავითარი თავი და განწყობა იმისი, რომ რამე ვიდეო გადამეღო საერთოდ და რაღაც მემხიარულა და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ეს დეპრესიული მდგომარეობა. მე ამ ყველაფერს მიყვა ის, რომ მიშამ დაგვტოვა, გარდაიცვალა. მიშა იყო პიროვნება, ვინც ამონტაჟებდა ჩემს ვიდეოებს, სონა იყოს. ამანაც საკმაოდ დაამძიმა ვითარება, როგორც მორალურად და ყველანაირად ძალიან სამწუხარო ამბავია და ძალიან განვიცადეს. ამის შემდეგ მე ნამდვილად არ მქონდა იმის დრო და საშუალება, რომ რამე ვიდეო დამემონტაჟებინა, გადაღება კი ბატონო, გადაღებდი გადავიღებდი, მაგრამ მონტაჟის საშუალება ნამდვილად არ მქონია, იმიტომ რომ ვისაც რამე შეხება ვიდეოს მონტაჟთან, ყველამ გადასარევად იცით, რომ საკმაოდ შრომატევადი საქმეა და საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და ფიზიკურად დრო არ მაქვს. იმიტომ რომ დილიდან საღამომდე ვმუშაობ, საღამოთი სახლში როცა მოვდივარ, ცოტას ვისვენებ, მე წვები ვიძინებ და ისევ დილას ადრე ვიღვიძებ. და ფიზიკურად ამისთვის დრო არ მაქვს. თან პოსტაში მოვედი, თან საქმე. ეხლა შაბათი დღეა და ნორმალური ხალხი ზოგადად ისვენებს. მე არ ვისვენებ. მე მუშაობ. რასაც კვირის მანძილზე ვერ ვახერხებ, შაბათ კვირას так, მოიცადე. დღეს შაბათი როა პოსტა დაკეტილია და სადღაც აქ უნდა ჩავაგდო. Mail dispatch.
Action items. All mail dispatch. ხო, როგორც ჩანს აქ ვერაფერს ვერ დავტოვებ, ამიტომ წავედი და ორშაბათს მოვალ. ხო, მანქანა ალბათ გახსოვთ, ისევ ეს ჭიჭი კომყავს, პრიუსი. ძალიან მაგარი მანქანა გამოდიკა რა. აი, ეგეთი კმაყოფილი Toyota-ს გარდა არც ერთი მანქანით არ ყოფილვარ. არ მაქვს საუბარი ხა ამის კომფორტზე და რაღაცაზე. ზოგადად A პუნქტიდან B პუნქტზე გადასაადგილებლად ძალიან მაგარი მანქანაა და რამდენი გავატარე. ვინც ჩემ ვიდეოებს ადევნებდით თვალყურს, ალბათ გეხსოვებათ, ამ თუ არ გეხსოვებათ, მე შეგახსენებთ, ეს მანქანა რო ვიყიდე, სადღაც ან 135 ან 140,000 მაილი ქონდა გარბენი და ახლა აქვს არც მეტი, არც ნაკლები 254,888 მაილი. და ამ რა ვიცი, რამდენი 2 წლიანი ექსპლუატაციის შედეგად რა ხარვეზები მქონდა და რა დაიშალა, რა გაფუჭდა მანქანაზე და რის შეცვლა მომიწია, იცით? ზეთი, ჰაერის ფილტრი, ზეთის ფილტრი, რა თქმა უნდა. შევცვალე უკვე ორი კომპლექტი საბურავი, ორი წყვილი კი არა, ორი კომპლექტი საბურავი და ერთხელ გამოცვალე აალების სანთლები, ერთხელ გამოცვალე წყლის პომპის რაღაცა გული შიგნით და ეგ არის სულ. კოლოფში ზეთი შევცვალე, ხო. მოკლედ, ზეთს ვცვლი რეგულარულად ყოველ 5000 მაილზე. ვასხავ ბენზინს აკაურ სუპერს 93-ს და всё. ხელი არ დამიდია არაფერზე, იმიტომ რომ არაფერი არ დამჭიროებია. გამებზარა ეს რა ქვია, საქარემინა, ლაბავოი ეგრეთ წოდებული, ხელი არ მიხლია, არ შემიცვლია. ისე გაბზარულით დავდივარ. ხო და ძალიან კმაყოფილი ვარ მოკლედ ამ მანქანით. ყოველ დღეში მიწევს დაახლოებით 200 მაილის გავლა. 200 მაილის, 220 მაილის დაახლოებით ეგრე რა. სამსახურში მივდივარ დილას, სამსახურიდან მოვდივარ საღამოს და საკმაოდ ესეთი შორი გზა მაქვს სასიარულო. რაც შეეხება ჩემს სამსახურს, რითი ვარ დაკავებული, რას ვაკეთებ, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი, მანქანებს ვანასტროიგებ, არაფერი არ შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში. უფრო და უფრო დავიტვირთე, უფრო და უფრო მეტი საქმე მომემატა და შარშან 2024 წელს აგვისტოში მოკლედ დამიქირავა კომპანიამ, რომელსაც ქვია Late Model Racecraft. იმყოფება ეს კომპანია ჰიუსტონში. ვარ ნასტროიშიკი, მხოლოდ ვანასტროიგებ მანქანებს. ეს კომპანია, ეს შოპი მუშაობს კამარო და კორვეტებზე, უბრალოდ კორვეტებზე და კამაროებზე და კადილაკებზე. მხოლოდ performance shop-ია, რომელიც არის ორიენტირებული მხოლოდ tuning-ზე, არავით არის რემონტი, არავით არის შეკეთება, არავით არის რაღაცა სერვისი და ჩვეულებრივი პროფილაქტიკა არ არის. არის performance shop-ი, სადაც მანქანები მოყავთ მხოლოდ გასაძლიერებლად, რაღაც კომპრესორის შესაცვლელად თუ ტურბოკიტის დასაყენებლად და ასე შემდეგ და ჩვენ ვაწყობთ, ვანასტროიგებთ, ვტესტავთ, ვამზადებთ და მომხმარებელს მიყავს მანქანა გამზადებული. მოკლედ ეს კომპანია ზოგადად ამერიკაში ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ამ კორვეტების სამყაროში და ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და ძალიან საინტერესო მოხდა ჩვენი ნაცნობობა და ურთიერთობა. მოკლედ ლაპარაკში შემომთავაზეს სამსახური, ჩვეულებრივი სამსახური, დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შესაბამისი ანაზღაურებით, პირობებით მოვილაპარაკეთ ისეს და მოკლედ დავიწყე ამ კომპანიაში მუშაობა. ძალიან მაგარი სამსახურია და ზოგადად ჩემ თავს უთხარით, რომ
არასდროს არ ვიმუშავებ სხვაზე, იმიტომ რომ არ მინდოდა არასდროს სხვაზე მუშაობა, მე ყო 15 წელიწადი Toyota-ზე მუშაობა და ჩემ თავს შევპირდი რომ სხვაზე არასდროს არ ვიმუშავებ თქო, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდოდა ეს შებოჭილობა და შეზღუდვა მქონოდა, რომ აი ემაზე 8 საათზე მიდი სამსახურში და 5 საათზე წამოდი და მოკლედ გრაფიკი რო გაქვს შედგენილი და შებოჭილი რო ხარ, მაგრამ იმდენად მისწორდება ამ კომპანიაში ყოფნა და ჩემი საყვარელი საქმის კეთება, რომ აი ძალიან მაგარი პირობები მაქვს, ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, ვმუშაობ ძალიან მაგარ მანქანებთან და მაგაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს, რომ როდესაც ხარ დაკავებული იმითი, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, რაც შენი ჰობია და ჰობი ბიზნესად გაქვს ქცეული, გაქვს სტაბილური შემოსავალი და გაქვს ძალიან მაგარ მანქანებთან ურთიერთობა, რა ვიცი, ამაზე კარგი რა შეიძლება ადამიანმა ინატროს. უკვე 1 წელი შესრულდა რაც ამ კომპანიაში ვმუშაობ და ერთ-ერთი მიზეზი იმისი თუ რატო არ ვიღებ ვიდეოებს არის ზუსტად ეს, რომ დაკავებული ვარ. ადრე თუ მეგონა რომ დაკავებული ვიყავი, ეხლა შემიძლია თამამად თქვა, რომ თურმე დაკავებული არ ყოფილვარ. იმიტომ რომ ახლა ამ შაბში რომ ვმუშაობ, დილას რომ მივდივარ 8 საათზე რომ ვიწყებ მუშაობას, არ ვჩერდები საერთოდ. ისედაც ხო ნატურა მაქვს ეგეთი, რომ არ ვჩერდები და სულ მუშავ, სულ რაღაცას ვაკეთებ, სულ რაღაცას ჩქიკინებ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მანქანას არ ვაწყობ, ნაწილებს არ ვცვლი, არაფერს არ ვაკეთებ მექანიკურ მხარეს, რამე თუ მჭირდება ვეუბნები ბიჭებს, ამზადებენ ყველაფერს და მე გამზადებული მანქანა მხვდება, თუ რაღაცა ხარვეზს ვხედავ, რომ სიტყვაზე სანთლები არის, რაღაც დასაზორებელი, შესაცვლელი, ასე შემდეგ, ამას ყველაფერს აკეთებენ ბიჭები. მე ვიღებ გამზადებულ მანქანას დასანასტროიკებლად. დაინო 2 დაინო გვაქვს და ამ დაინოზე ვაყენებთ მანქანას მორიგეობით. ერთი ჰაბ დაინოა, მეორე დაინო ჯეტია და მოკლედ უწყვეტად მოდის მანქანა ჩემთან, ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე და ასე შემდეგ. მე ვანასტროიკებ, მე გზაზე ვტესტავ ამ მანქანებს და შემდეგ უკვე ბიჭები ატარებენ რამოდენიმე დღე, ტესტავენ, აკვირდებიან, რამე ჭირდება თუ არა კორექცია მანქანას და შემდეგ უკვე რაღაცა 1 კვირის თუ 2 კვირის მერე დაკვირვების შემდეგ უკვე მიდის მანქანა მომხმარებელთან. ამ ყველაფერს გიყვებით, იმიტომ რომ ზოგადი წარმოგდგენა შეგიქმნათ თუ რას გავს აქ ადგილობრივ შაბში, დახვეწილ შაბში ბიზნესი და ზოგადად როგორი მიდგომა აქვთ საქმისადმი თუ მომსახურებისადმი. ხო და ეს ვიდეო მე მგონი 5 წუთი კი არა, კაი მრავალი წუთი გამოდის. ხო და რავი თუ არ მოგბეზრდათ, კარგია. იტოქში დილის 8 საათიდან ჩვეულებრივად ვიწყებ მუშაობას, ვამთავრებ საღამოს 5 საათზე და მე მოდიარ სახლში. ჩემი სამსახური სახლიდან არის საათნახევრის სავალზე. მაილის მიხედვით არის დაახლოებით 60-65 მაილი, რაც არის დაახლოებით 100-110 კილომეტრის ფარგლებში რა. 100 კილომეტრი იქით, 100 კილომეტრი აქეთ და მოკლედ კაი ხანს ვანდოვებ გზაში წასვლა-წამოსვლას რა. კი, მართალია ავტობანზე მიწევს სიარული და მიდიხარ ჩქარა შეძლების დაგვარად, მაგრამ ჰიუსტონში ვარ და ჰიუსტონში საცობები არის ავტობანზეც ძალიან ჩვეულებრივად, როგორც ხაზბეგზე რო იცის ხოლმე გაჭედვა მოძრაობამ და დადგომა ჯორივით, ასევე იცის აქ ავტობანზე 5-6 რიგის მაშინ რა ქვია 5-6 რიგიან ტრასაზე. ხო და ამიტომ ხანდახან საათნახევარი მჭირდება, ხანდახან 2 საათი, ხანდახან 2 საათნახევარი და შეიძლება მოკლედ ესე უსასრულობაში გადაიზარდოს ეს ჩემი სამსახურში წასვლა-წამოსვლა. ხო და რეალურად ჩემი ყოველდღიური რეჟიმი არის შემდეგნაირი. ვიღვიძებ დილას 5 საათიდან 6-ის ნახევრამდე აი ამ მიდამოში, ვდგები, შხაპს ვიღებ, საუზმობ, ვალაგებ ჩემ ნივთებს, მივდივარ სამსახურში დაახლოებით 6 საათზე ან აი უგვიანეს 7-10 წუთზე. აი ეგეც უგვიანეს. სამსახურში ვარ დაახლოებით 8:30-დან 8 საათამდე აი ამ მიდამოში და ვამთავრებ სამსახურს 5 საათს. ზუსტად 5 საათზე შანსი არ არის რომ დავტოვო სამუშაო, იმიტომ რომ
ხან რა ხდება და დაახლოებით 6-ის ნახევარზე გამოდივარ ხოლმე ან 6 საათზე სამსახურიდან თუ უფრო გვიან არა მერე საათნახევარი დაახლოებით კაი შემთხვევაში საათნახევარი მჭირდება ხოლმე გზაში სახში რომ შემოდივარ წყალს გადავავლებ საჭმელს შევჭამ შეიძლება კაი შემთხვევაში 1.5 საათი რაღაცა იმეილებს უპასუხო ან просто დავჭდე ტელევიზორს შევხედო რომ უბრალოდ ამოვისუნ თქო ადამიანმა და მე დაახლოებით ესე 9 საათზე 10-ის ნახევარზე წვევები და მძინავს. ადრე ვიღაცას რო ეთქვა რომ იმაზე 9 საათზე ან 10-ის ნახევარზე დაწექი დაიძინა შეიძლება თავში რაღაცა ჩამერტყა ეგრე ადრე რა დამაძინებს თქო მაგრამ ისეთი გრაფიკი მაქვს რომ ფიზიკურად სხვანაირად არ გამოდის. ვერც დაძინებას ვერ მოვასწრებ მე ის ძილი არ გეყოფა მე მთელი დღე ისე ხარ დარეტიანებული და მოგლეთ რა. ხო და ასეთ გრაფიკს შევეჩვიე ძალიან ჩვეულებრივად და ძალიან საგაიფოდ მოვერგე, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ის ნეგატიური მხარე, რომ ჩემი პირადი საქმეებისთვის დრო არ მრჩება. აღარ მაქვს საუბარი უკვე სხვის საქმეებზე. ამიტომაც ბორიალით ესე სხვადასხვა შტატებში აღარ დავბორიალობ, იმიტომ რომ ფიზიკურად დრო არ მაქვს. ერთადერთი იმ შემთხვევაში მოგზაურობ, როდესაც პიროვნებები რამოდენიმე ბიჭი დაჯავშნის ერთად სიტყვაზე ერთ ქალაქში appointments და მაგ შემთხვევაში პირობითად პარასკევს საღამოს გავფრინდები და კვირას საღამოს უკან გამოვფრინდები. მაგრამ სხვა შემთხვევაში რომ სიტყვაზე დავჯდე მანქანაზე წავიდე სხვა შტატში ფიზიკურად მაგისთვის დრო არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემი სამუშაო გრაფიკი არის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე და მორჩა. წელიწადში მაქვს სულ 5 შვებულების დღე, 5 ავადმყოფობისთვის დღე, ანუ ჯამში ერთმანეთს რო გადააბა და შეკრიბო, სულ მაქვს 10 დღე დასვენება. რაც უკვე გამოვიყენე, წელს ვიყავი თბილისში ჩამოსული აპრილის დასაწყისში ვიყავი მე მგონი. არ მახსოვს, მაგრამ იტოქში აპრილში ვიყავი ჩამოსული ერთი კვირით. ვერ მოვასწარი აბსოლუტურად ვერაფერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა. მოსაგვარებელი და მისახედი, ოჯახის წევრები მოსანახულებელი და უბრალოდ რაღაც ჩემი ქალაქი რო მენახა. რა თქმა უნდა, ყველას ნახო ვერ მოვასწარი, ყველასთან ჩახუტება ვერ მოვასწარი, მაგრამ ძირითადი რაღაცეები მაინც მოესწრო. არავითარი საშუალება არ მქონდა იმისი, რომ მომხმარებლებისთვის დრო დამეთმოდა, რაღაცა საქმე გამეკეთებინა და რეალურად არც წამომიღია არაფერი ტექნიკა იმისთვის, რომ სამუშაო რაღაცა მეწარმოებია. იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ერთი კვირა ნამდვილად არ მეყოფოდა არაფერში და რეალურად ეგრეც იყო. ამით ძალიან საზღარი იყო, სულ წვიმდა, სულ ციოდა და ნუ ზე ერთხელ ვნახე მე მგონი სულ რაც ჩამოსული ვიყავ. მოკლედ ესე ვარ ახლა და ამით ვარ დაკავებული რაც გითხარით. 1 წლის მანძილზე დავანასტროიკე 430-ზე მეტი კორვეტი და კამარო ჯამში. მაგდენი კორვეტი და კამარო სურათზე არ მქონდა დანახი რაღაცა ტურბოს ნაკლეიკაში ან ესე YouTube-ზე ვიდეო რომ ენახა. ვერც წარმოვიდგენდი რომ ამდენს დავანასტროიკებდი 1 წლის მანძილზე. ძალიან დატვირთული შოპია, ძალიან ბევრი საქმეა და უწყვეტია და ძალიან საგაიფოთაა ყველაფერი დალაგებული და ესე უწყვეტად მოდის საქმე და მეც ძალიან დაკავებულია შესაბამისად. ძალიან ბევრი სიახლე შევიტანე მე ამ შოპში, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს სხვადასხვა პლატფორმასთან მუშაობაზე. ძალიან ბევრი იდეა შევთავაზე და შევიტანეთ პროექტებში. საკმაოდ ბევრი რაღაცა ვისწავლე მე თვითონ, იმიტომ რომ ყოველდღე როდესაც აკეთებ სხვადასხვა სიმძლავრის მქონე მანქანებს, ყველა მანქანას აქვს თავისი პატარ-პატარა ნიუანსი და ძალიან გავაღრმავე ჩემი ცოდნა კონკრეტულად ამ GM-ის პლატფორმაზე, იქნება ეს Chevrolet თუ Cadillac, იქნება ეს Corvette, Camaro, Escalade თუ რამე სხვა არ აქვს მნიშვნელობა, საკმაოდ გავაღრმავე ჩემი ცოდნა, როგორც მექანიკურ მხარეში, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფაში და ძალიან მაგარი არის ის, რომ
ხედავ შენს ნაშრომს, რა მაგარ შედეგებს დებს, რა მაგარ მიღწევები გაქვს, რამდენად გავიზარდე მე თვითონ ამ 1 წლის თუ წელიწადნახევრის მანძილზე და ძალიან ვამაყობ ამ ყველაფრით და ძალიან მიყვარს ის რომ პროგრესს ხედავ ჩემ თავში და განვითარებას. ზოგადად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ჩემთვის რომ ხედავ რომ ვიზრდები და წინსვლა მაქვს. ხო და ეხლა დღევანდელ ვითარებაში არ მყავს არავინ რომ დავამონტაჟო ვიდეო, ამიტომ ვინც ახლა მიყურებთ ქართველი ჩემი გამომწერები ვაცხადებ ვაკანსიას, მჭირდება ვიდეოს მონტაჟისთვის პიროვნება, ვინც იცის როგორც ქართული, ასევე ინგლისური ენა, იმიტომ რომ გეგმაში მაქვს რომ გადავიღო ვიდეოები, რომელიც იქნება ქართულ ენაზეც და ინგლისურ ენაზეც. უმეტეს შემთხვევაში ალბათ იქნება ინგლისურენოვანი ვიდეოები ქართული სუბტიტრებით, ან შეიძლება იყოს პირიქით ქართული ვიდეოები ინგლისური სუბტიტრებით. ამიტომ ვიდეოს ვინც დაამონტაჟებს, უნდა იცოდეს ორივე ენა კარგად და არა იმის, რა ქვია, Google Translate-ით, რომ შეძლოს პირველ რიგში გაგება რას ლაპარაკობს, შემდეგ კი მონტაჟი და საჭიროების შემთხვევაში სუბტიტრების გაკეთება. და დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროება ნამდვილად იქნება ამისი. დეტალებზე გავივლი უშუალოდ კანდიდატებთან და ნამდვილად არ დავიწყებ ახლა აქ დასახელებას იმისი თუ რა ანაზღაურებაზეა საუბარი და ასე შემდეგ. მარტივად რო გითხრათ, ალბათ თვეში 2 ვიდეო იქნება საკეთებელი. რა ხანგრძლივობის და რა იმისი, რა ქვია, მოცულობის ეგ უკვე დამოკიდებულია თქვენ შესაძლებლობებზე და მოკლედ მაგ ყველაფერს გავივლით უშუალოდ პირადად, მაგრამ თუ ვინმე ხართ ვისაც თავისუფალი დრო გაქვთ და შეგიძლიათ წესიერ ვიდეოს მონტაჟი და არა უბრალოდ ჩაყრა ვიდეოების და ერთმანეთზე მიწებება, შემეხმიანეთ, კონტაქტები დაწერილი არის ამ ვიდეოს აღწერაში, იმეილზე გამომიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და თქვენი ნამუშევრები და მე აუცილებლად გადავხედავ და შეგეხმიანებით სათითაოდ, ვისაც გექნებათ რამე გამოგზავნილი. ასევე ამ ვიდეოს კომენტარებში დამიწერეთ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს მოსაზრებას. რის შესახებ მოგიყვეთ ჩემს შემდგომ ვიდეოებში. აქვე მარტივად აგიხსნით და გეტყვით, რომ მრავალფეროვანი ვიდეოები ვერ მექნება, იმიტომ რომ ვაკეთებ ძირითადად ერთი და იგივე საქმეს და ერთი და იგივე მანქანებთან მიწევს მუშაობა, თუმცა ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია და ყველა მანქანას სხვადასხვა შედეგი მოაქვს, როგორც ყოველთვის. ხო და დააკომენტარეთ აუცილებლად, რისი ნახვა გინდათ, დაინო ტესტები გინდათ, ქუჩაში მანქანის ტესტები გინდათ, ტექნიკური მახასიათებლები გინდათ მოისმინოთ, ჩემი პირადი ისტორიები გინდათ რომ ნახოთ. გაინტერესებთ თუ არა ჩემი Hyundai Genesis-ის შესახებ, რომელიც გადაფარებული დგას უკვე მე მგონი წელიწადია და არ გამიტარებია ეს მანქანა. ახალი პროექტი ავაწყე და ძალიან მაგარი შედეგები დავდე ატმოსფერულ მანქანაზე, ეგ თუ გაინტერესებთ. მოკლედ დატოვეთ კომენტარები, ძალიან მინდა რომ ამოვქაჩო ჩემი არხი და განვავითარო და თქვენი დახმარება იქნება ამაში საჭირო და დიდად მადლობელი ვიქნები თქვენი მხარდაჭერისთვის. რაც უფრო მეტი კომენტარი იქნება და გაზიარება, მით უფრო იმის მანიშნებელი იქნება, რომ რაღაც ინტერესი არის ხალხში და დავაი ცოტა მოქმედდეთ. ხოდა პრინციპში ეს იყო და ეს რაც მინდოდა მომეყოლა, ვიდეო კი გამოვიდა ალბათ 1-25 წუთი ჯამში. ამას ეხლა რასაც ვიღებ ტელეფონის საშუალებით უნდა დავაედიტო, დავარედაქტირო და YouTube-ზე ავტვირთო. დიდი ბოდიში მომითხოვია ინგლისურენოვანი ხალხისთვის და ასევე ქართულენოვანი ხალხისთვის, ვინც მომდენო ვიდეოებს ნახავდა, რომ იკომენტარებთ ხოლმე. ვინც ინგლისური არ ვიცით, რა ვქნათ? არაფერი, სხვა არხზე გადართეთ, სხვა ვიდეოს უყურეთ, ძალიან მარტივია. ამ არხზე მაქვს გეგმაში დავდო
ვიდეოები როგორც ინგლისურენოვანი ხალხისთვის, ასევე ქართულენოვანი ხალხისთვის. თუ გაგებით მოვეკიდებით ამ ყველაფერს, ხო კარგი და თუ არა და არ არის თქვენთვის მისაღები, ძალიან მარტივია. ეს არხი თქვენთვის არ არის, ესე იგი სხვა არხზე გადადით და სხვა სადანო თვალყურით. მოკლედ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ მომენატრეთ ყველა. რა ვიცი, ველოდებით თქვენს რეზიუმეებს და მომავალ შეხვედრამდე. სანამ პარიკმახერს ველოდები რომ გათავისუფლდეს, ვზივარ და ამ ვიდეოს ვამონტაჟებ ტელეფონით და ამასობაში კი გამოსულა 9 საათიანი ვიდეო. მოკლედ ყველას მადლობა ყურადღებისთვის, იმისთვის რომ ხართ ჩემს გვერდით და ველოდები მოკლედ თქვენს რეზიუმეებს. რაც შეეხება ჩემს სამუშაოს ნასტროიში გითქვი იქ, მაგ ნასტროიში ძუნერი ქვია. აბა წარმატება.